რატომ ხდება ბაღები არჩევნების წინ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი? ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წინა საარჩევნო პერიოდში სკოლამდელ დაწესებულებებში სხვადასხვა მიზეზით საკადრო ცვლილებები იწყება. თეონა ცხომელიძესთან განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. თეონა, რატომ ბაღები, რატომ არის პოლიტიკურად აქტუალური ეს თემა? არასამთავრობოების ნაწილი ღიად საუბრობს იმ სქემაზე, რომელსაც მათი აზრით ხელისუფლება მიმართა, კერძო საუბარია იმაზე, რომ როდესაც საბავშვო ბაღებში იხსნება საარჩევნო უბნები და ეს ასეც ხდება ძალიან ხშირად, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციაში საქმდებიან სწორედ ამ საბავშვო ბაღის დირექტორები ან პედაგოგები. არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ სწორედ ამ ადამიანების ჩანაცვლება საკუთარი წარმომადგენლები და აქტივისტები გადაწყვეტა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ უკვე საპარლამენტო არჩევნებზე მათი პოზიციები და ინტერესები სწორედ მათმა აქტივისტებმა დაიცვან. არასამთავრობოების ნაწილი საუბრობს ამაზე ღიად, მეორე ნაწილი კი დაზუსტებით ასეთ ბრალდებებს ვერ აყენებს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არის გაურკვეველი, არჩენს ბევრ კითხვას და არსებობს პოლიტიკური მოტივები. ისინი ცდილობენ უფრო სანდო და ისეთი ადამიანების შერჩევას, რომელიც მათ დავალებას უფრო იოლად შეასრულებენ, ვინმე მის დირექტორები, რომელიც დღეს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 2015 წლის ბოლოს 16 დასაწყისში დაიწყეს, იმიტომ რომ მინიმუმ 1 წელი ჭირდება ადმინისტრაციულ სარჩელებს იმისთვის, რომ სასამართლო მივიდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ხშირ შემთხვევაში ნამდვილად ხდება ბაღებში და სკოლებში ადგილობრივი პერსონალის შემდეგ დასაქმება საარჩევნო უბნებზე. მე ახლა წინასწარ ძალიან გამიჭირდება და ძალიან ისეთი მანიპულაცია იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვთქვა, რომ თქვათ მაინც და მაინც სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება გათავისუფლება, თუმცა ნამდვილად იკვეთება გარკვეული ჩასაფრებული პოზიცია. წინა საარჩევნო პერიოდში ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, ძალიან ბუნდოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკმაოდ აკლია დასაბუთება, გაცილებით მეტ ეჭვებს აჩვენს სულ სხვა მიმართულებით. შესაბამისად ეს საქმე კიდევ უფრო საინტერესო ხდება ჩვენთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლა, ჩვენ გვაქვს შეხვედრები დირექტორებთან, რომლებიც განთავისუფლეს და საბოლოო დასკვნას ალბათ თან შეხვედრების შემდეგ გავაკეთებთ. საპარლამენტო ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ მიმდინარე პროცესი სწორედ უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაატაროს მათი პოზიცია და მათი ინტერესი საარჩევნო უბნებზე. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ თბილისში განსაკუთრებით ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ ყველაზე მეტად თბილისში არჩევნების ეჩინია ხელისუფლებას. ძალიან მანკიერი პრაქტიკა დაანერგა ამ კუთხით ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს არის ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ვაჩვენეთ, რომ პოლიტიკური მოტივების გამო ადამიანები არ იდევნებიან, ვინც არ ეთანხმება აუდიტის დასკვნა, მან უნდა გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. უსუფთავებენ ადგილებს თავის საკუთარ პოლიტიკურ აქტივისტებს, გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ ბაღებში და მსგავს დაწესებულებებში ხდება საარჩევნო უბნების ჩამოყალიბება და ამ თანამშრომლების ბაზაზე კომისიების შეკრება ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ისინი იგონებენ სხვადასხვა მიზეზებს, თითქოს ვიღაცას აქვს გადახარჯვა, თითქოს ვიღაცას იქ თევზი დაეწვა. იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხედავენ პოლიტიკურ მოტივებს მიმდინარე პროცესებში, უკვე რამდენიმე მათგანი შეხვდა გათავისუფლებულ დირექტორებს, მათ გაუწევენ იურიდიულ დახმარებას და ასევე შევა სასამართლოში მათთან ერთად სარჩელი. ბაღებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე თეონა ცხომელიძე საუბრობდა. საოცნებო სიაზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. აპრილში დაგეგმილ ყრილობაზე ქართულმა ოცნებამ გადახალისებული გუნდი უნდა წარადგინოს. ჯერ მხოლოდ კულუარებში საუბრობენ